მოგესალმებით, თითოეულ თქვენთან სულხმესი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ. ვინც არ მიცნობთ, გაგეცნობით, მე ვარ კატო. და დღევანდელი გაშლა გავაკეთეთ ესეთი ახსენდებით თუ არა პარტნიორს, რომელიც არ იმყოფება თქვენთან, ხო? წავიდა, იკვატაო, ან გავუშვით და ახსენდებით თუ არა ამ ადამიანს. მოდით ვარიანტებად გავაკეთოთ, იმიტომ რომ მაინც ყველასთან ერთნაირად ვერ რეზონირდება და ვერ იქნება, ამიტომ რაღაცნაირად შევეცადოთ, რომ მეტი ინფორმაცია რომ მივიღოთ. მოდით ისე. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და არ ჩანს კარგად და ამიტომ გავაკეთეთ ესე. ესეთი პატარა ანგელოზი და ესეთი ბუდა, ხო? ანუ პირველი ვარიანტი ესეთი ანგელოზი და მეორე ვარიანტი ბუდა. და ვნახოთ, ახსენდებით თუ არა პარტნიორს. მედია მოასწარეთ ჩაფიქრება, მე გადავდებ მეორე ვარიანტს და დავიწყებ ვინც აირჩიეთ და რა ანგელოზი. ახსენდებით თუ არა პარტნიორს. ნახეთ, ესე ვიტყოდი, რომ დღესდღეობით ეს ადამიანი გადართული არის მთლიანად თავის სამუშაოსთან მიმართებაში. მაქსიმალურად ცდილობს, რომ თავისი გონება დააკავოს იმ პროცესებით, რაც ყოველდღიურობას ქვია, რაც მატერიალურ კეთილდღეობას ქვია და ახალი ეტაპები დაიწყოს, ხო, რაღაცნაირად თითქოს თავის თავს მისცეს ახალი ცხოვრების შანსი, რაღაცა ახალი წამოწყების შანსი. თუმცა, ნახეთ, როგორი არის სიტუაცია. ახსენდებით თუ არა ადამიანს, ესე ვიტყოდი, რომ ამ ადამიანს შეიძლება მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა მაქსიმალურად ეცადოს, რომ იყოს რაღაცა გადართული თავის საქმეში და თავის რაღაც პროცესებში, რომელიც ყოველდღიურობაში არის, საკმაოდ ბევრ ჩიხში არის შესული. რაღაცა მომენტები არის, თითქოს როგორი მომენტი არის, რომც არ ახსენდებოდეთ, ესე უფრო არის სწორი, ესე ვიტყოდი, რომ რომც არ ახსენდებოდეთ ამ ადამიანს, საერთოდ ამოშლილი გქონდეს თქვენთან ურთიერთობის პერიოდი გონებიდან, გულიდან, ხო? სამყარო არ აძლევს იმის დავიწყების საშუალებას, რაც თქვენთან გქონდა, ხო? რაღაცნაირად სამყარო თითქოს პარალელებს ავლებინებს რაღაცა ქმედებებთან მიმართებაში, რაღაცა სიტუაციებთან მიმართებაში, ხო? ახსენდებით თუ არა? კი, ისეთ რა არის, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ მე არ გეტყვით იმას, რომ ეს ადამიანი 24 შვიდზე თქვენთან მიმართებაში ფიქრობს, ნამდვილად არ არის ესე, მაგრამ ამ ადამიანს უნდა არ უნდა სამყარო ახსენებს თქვენს თავს, ხო? სამყარო აანალიზებინებს რაღაცა მომენტში შეიძლება ითქვას, რომ თუნდაც საქმიანობის მდგომარეობაში ძალიან ბევრი მიგიცეთ, შეიძლება რჩევები და ეს მომენტებიც ძალიან ისე ახსენდება, ხო? რაღაცა შიში აქვს კიდე იმის, რომ ბოლომდე არ გამოსდის საქმეები და ნახეთ როგორი მომენტი არის, არ გამოსდის ისე როგორც მას უნდა და ფიქრობს იმას, რომ რაც დაგიშავათ სათანადოდ იგივეს იმკის, ხო? ნახეთ, ახსენდებით თუ არა ამ ადამიანს აქვს ესეთი მომენტი, რომ რაც არ უნდა გააკეთოს, როგორც არ უნდა გააკეთოს, რაც არ უნდა ეცადოს, თქვენი დავიწყება, თქვენი წაშლა მისი ცხოვრებიდან, სამყარო რაღაცნაირად სულ იმ გზაზე ატარებს, სულ იმ რაღაცა მიმართულებებით ახსენებს სიტუაციებს, რომლებიც ბევრჯერ თქვათ რჩევა მიგიციათ, ხო, რაღაცა კუთხით არ აქვს მნიშვნელობა, იქ რაღაცა ურთიერთობის კუთხით, მეგობრებთან იქნება თუ ბიზნესის კუთხით, ხო, რაღაცა თითქოს როგორი მომენტია, იცით, რომ
ნებისმიერი მისი ქმედება მისთვის მის ცხოვრების გზაზე, რომელიც თითქოს და მისი მომავლის სიტუაცია უნდა იყოს, აძლევს იმის გახსენებას, რომ იცი რა, ეს გზა შეიძლება ერთად გაკევლოთ. შეიძლება ის მომენტიც ისახებოდეს, რომ ნახეთ თქვენ რაღაცა ერთად თუ გქონდათ დაგეგმილი, ერთად თუ გქონდათ რაღაც განხილული ამ ადამიანის წინსვლის პერიოდები, ამ ადამიანის რაღაცა რა როგორ უნდა გაეკეთებინა, მიზანი როგორ უნდა დაესახახო, საით უნდა წასულიყო რაღაც თვით შეფასების ამაღლებას, აი ნახეთ როგორი მომენტი არის ამ ადამიანისთვის, ბევრი გაქვთ გაკეთებული, ბევრი გაქვთ ჩადებული, ბევრი გაქვთ ნაბრძოლი იმისთვის, რომ ეს ადამიანი რაღაცა გამოგეყვანათ თავისი ჩარჩოებიდან. შეიძლება ვიღაცას ქონდა აქ რაღაცა დამოკიდებულებები, ცოტა არა ხიზონ მდგომარეობასთან, რომელიც თქვენთან ურთიერთობის დროს მოახერხა და დაძლია, ხო? რაღაც იყო ისეთი მომენტები, რომელსაც ერო იტყვენ ჭაობიდან ამოიყვანეთ სიტუაცია და ნახეთ როგორი მომენტი არის ადამიანი რაღაცნაირად უმადური აღმოჩნდა ესე ვიტყოდი ვერ დააფასა თქვენი თანადგომა, თქვენი ყურადღება სწორად ვერ დააფასა თქვენი ერთგულება, შეიძლება ითქვას თქვენი სწრაფვა ამ ადამიანის ცხოვრების რაღაცა სიკეთეებისკენ, ხო? და გავიდა თქვენი ურთიერთობიდან და ნახეთ აი ზუსტად ამ გზაზე, სადაც ეგონა, რომ თვითონაც ძალიან კარგად გაართმევდა ყველაფერს, სამყარომ ანიშნა და მისცა იმისი ფორტუნას პროპალიც. მისცა იმისი მდგომარეობა, რომ იცი რა, ჩემო კარგო, შენ რო გონია, რომ შენ ყველაფერს შეძლებდი და შენ ყველაფერს გააკეთებდი, ეს იმ ადამიანის დამსახურება იყო, თუ შენ ვთქვათ, რაღაცა სტაბილურობა მიაღწიე, თუ შენ რაღაცა ბრძოლები გადალახე და გამოხვედი რაღაცა გაურკვევლობებიდან, თუ შენ წინ წახვედი, თუ შენ დაძლიე შიშები, თუ შენ დაძლიე ის შენი ცდუნებები, რომელიც გქონდა, თუ შენს მიერ წამოწყებული რომელიმე ბრძოლა იქნა წარმატებით დასრულებული, იცით რა, გამარჯობა, ეს შენი დამსახურება არ არის, ეს იმ ადამიანის დამსახურება, ვინც შენ მიატოვე და ვისაც შენ გული ატკინე და შესაბამისად რაც არ უნდა ეცადო და რაც არ უნდა გადაერთო ამ ყველაფერში, მე ყოველთვის გაგახსენებ იმას, რომ შენ თუ კი რამე გქონდა და თუ კი რამე გაიარე, ხო, არის იმ ადამიანის დამსახურება. რაღაცა ეს მომენტი ისახება, ესე რომ მე ესე გეტყვით, რომ 24/7 ეს ადამიანი ნამდვილად ცდილობს, რომ არ იფიქროს თქვენზე და ცდილობს, რომ ყველანაირად გადაერთოს სიტუაციებში, ანუ დაგივიწყოთ დავიწყებას მისცეს ეს ყველაფერი, მაგრამ სამყარო არ აძლევს ამის უფლებას, სამყარო არ აძლევს იმ დანაშაულის დავიწყებას, რომელიც ამ ადამიანმა გააკეთა, რომელიც ამ ადამიანმა თქვენს მიმართ ჩაიდინა, ხო, რაღაცნაირად სამყარო უნდა არ უნდა ამ ადამიანს ყველანაირად ყველა მომენტში, ყველა სიტუაციაში რაღაცნაირად ულაგებს სიტუაციას ისე, რომ აი ეს რაღაცა იმის გამო ხდება ეხლა, რომ მე მაშინ ცუდად მოვიქეცი, ხო? თუნდაც რაღაც მომენტში რჩევის მდგომარეობის სიტუაციაც კი აღარ აქვს იმის, რომ აი რაღაცა ვიღაცამ ისეთი რამ ურჩიოს, რაც ამ ადამიანს რაღაც წაადგება და წინ წაწევს, ხო, რაღაც ცოტა ისეთი დიდი მცდელობიდან მიუხედავად, დიდი რაღაცა ხა ესე არ მინდა შეურაცხყოფა რომ მივაყენო და არავის არ ვაყენე, მაგრამ თითქოს აი ესე დიდი ბაგაჟი, ანუ დიდი გონებრივი მდგომარეობა ისეთი არ ქონდა ამ ადამიანს, რომელთაც თქვათ მარტივად დაძლევდა, ხო, რაღაცა პრობლემას, ან მარტივად გაიგებდა თვითონ არს იმ სიტუაციისას, რომელიც რომელიმე საკითხში მდებარეობს. ნუ უბრალოდ შეიძლება ეს იმქედან გამომდინარე ყოფილიყო, რომ ისი არაფხიზელი მდგომარეობა ყოველთვის უშლიდა ხელს რაღაცა სწორი მიმართულებები მიეცა. ნუ აი ესეთი გამოვიდა პირველი ვარიანტი, მეგობრებო.
არ ფიქრობს, მაგრამ სამყარო მაინც აფიქრებს თქვენთან მიმართებაში. მოკლედ მე პირველ ვარიანტს გადავდებ და ახლა ნახოთ მეორე ვარიანტი, ვინც დაერჩია. ფიქრობს თუ არა ეს ადამიანი. მოკლედ რა ხდება? ეს ადამიანიც რაღაცა გადართული არის ძალიან სამუშაოზე, გადართული არის რაღაცა ახალი წამოწყებაზე, ახალი ენერგიების, ახალი ეტაპების, რა ფიქრობთ თუ არა, ნახოთ. ახსენდებით ამ ადამიანს, მეორე ვარიანტი ვინც აერჩია. ახსენდებით. იცით რა არის? აი, აქ უკვე ცოტა ესეთი სიტუაცია არის. ახსენდებით თუ არა ადამიანს. აქ უკვე ადამიანი აშკარად ოფიციალურ ფორმატში არის, აქ ადამიანი რაღაცა უკვე სერიოზულ საქმეებს მოეკიდა. აქ უკვე აქ სამკუთხედის მომენტების თუ იყო, თუ ქალბატონები, ბატონები უყურებენ რაღაცა ურთიერთობა, სადაც მესამე პირები არსებობდნენ და წავიდნენ და გაჩერდნენ და აღარ გწერენ, აღარ პასუხობენ, ან უბრალოდ იმალებიან, გეტყვით იმას, რომ ეს ადამიანი არის თავის ოჯახში, თავის ცხოვრებასთან ორი ოჯახის არკანი, თავის სივრცეში არის, სადაც საკმაოდ დიდ ენერგიას დებს, დიდ ემოციებს დებს, ხო, რაღაცა განახლებას აკეთებს, ან თუ ეხლა დაოჯახებული არ იყო და ეხლა ოჯახდება ყოველ შემთხვევაში. აქ ესე გეტყვით, რომ მეორე ვარიანტის ადამიანი აბსოლუტურად არ ფიქრობს სამწუხაროდ, აქ ადამიანს არანაირი ემოცია აღარ აქვს შემორჩენილი, არ ვიცი რატო არის ესე, მაგრამ თითქოს ადამიანი იმდენად კმაყოფილი არის იმით, სადაც არის და იმით, რაც აქვს ეხლა ამ ეტაპზე, რომ მას არ აქვს იმისი დრო, რომ ვინმეზე და წარსულ ურთიერთობაზე იფიქროს, ხო, რატომღაც თითქოს აქ სამყარო მისცა ამ ადამიანს შანსი, უკეთესობისკენ წასულიყო, ოჯახის შეექმნა, რაღაც მის გვერდზე ადამიანი გამოჩენა, იმპერატორი, იმპერატრიცა, ორი ოჯახის არკანი, არ ვიცი. აქ პირდაპირ გეტყვით, რომ თქვენ თუ დაოჯახებულ ადამიანს უყურებთ, ჩემო კარგებო, გეტყვით, რომ ეს ადამიანი არ ფიქრობს თქვენზე, უბრალოდ შეიძლება ეს ადამიანი რაღაცა დროებითი ურთიერთობით იყო თქვენთან მიმართებაში, ახლა ძალიან კარგად გრძნობს თავს, სადაც არის, თავის ოჯახში, თავის მეუღლესთან, თავის შვილებთან, აწყობს თავის ცხოვრებას, რაღაცა ახლებს, რაღაცას დებს რესურსს, იღებს ყველანაირ შანსებს იმისთვის, რომ თავისი ოჯახი კიდევ უფრო წინ წაიყვანოს, აქვს შეხმატყვილებული სიტუაცია, ასე რომ აქ სამწუხაროდ მეორე ვარიანტი პირველისგან განსხვავებით საერთოდ არანაირად არ ფიქრობს ადამიანზე, რომელთანაც რაღაცა ურთიერთობაში იყო. მეორე ვარიანტი უფრო როგორი მომენტიც და კიდევ ერთხელ ვიტყვი, თუ აქ მესამე პირების მდგომარეობა არის და თქვენ იცით, რომ თქვათ იმ ადამიანს ყავს კონკრეტულად, ხო, ნახეთ, თუ თქვენ დღესდღეობით ეს ადამიანი აღარ გწერთ, აღარ გიკონტაქტებთ, გეტყვით, რომ და თქვენ მაინც ელოდებით, გეტყვით, რომ ჯობია თქვენ ცხოვრებას მიხედოთ და თქვენი მომავალი შეიქმნათ, იმიტომ რომ ამ ადამიანს უკვე აქვს მომავალი, ამ ადამიანს აქვს უკვე ის სტაბილურობა, რომელიც მოსწონს, რომელიც უნდა, რომელიც ურჩევნია, რომელიც მნიშვნელოვანია ამ ადამიანისთვის, ხო? ეს ადამიანი, ესე ვიტყოდი, არ ვიცი, ხა შეიძლება ისეთ ადამიანსაც უყურებთ, რომელთანაც ვთქვათ 2-3 წელი არ გქონიათ ურთიერთობა, მაგრამ მაინც გაინტერესებთ, ეფიქრება თუ არა თქვენთან, ამ ადამიანს, ესე ვიტყოდი, თავისი ოჯახის შექმნა დაიწყო და თავისი ოჯახი შექმნა და რაღაცა ახალ ეტაპებზე გადადის, ისე რომ თქვენთან ემოციები ჩაჭრილი აქვს, თქვენთან ემოციები სამწუხაროდ აღარ აქვს და ყველანაირად რაღაც თავის ცხოვრების
აწყობას ცდილობს თქო აღარ ვიტყვი, იმიტომ რომ აი აქ უკვე ფაქტიურად აწყობილი აქ ადამიანის ცხოვრება, რაღაცა შევსებულიც არის მატერიალურიც, ემოციურიც, ავიცი, ყველანაირი კუთხით ადამიანი არის ძალიან ესეთი კომფორტის ზონაში, ძალიან სასიამოვნო სიტუაციებში ვიღაცასთან შეიძლება რაღაცა ახალი მომენტიც იყოს, აი არ ვიცი რატომ მომივიდა, რომ აი თითქოს შვილიც შეეძინა, აი უახლოეს პერიოდში, თუნდაც თებერვალში, აი რაღაცა ესეთი ის მოდის, აი ძალიან დიდი ბედნიერების ეტაპი აქვს ამ ადამიანს. მეორე ვარიანტს ასე რომ ახსენდები თუ არა, ანუ მისი ბედნიერებით ტკბება და გახსენებაზე ლაპარაკი ზედმეტია. გამოვიდა მეორე ვარიანტი ისე რომ თუ კიდევ ერთხელ გეტყვით რომ თუ ისეთ ადამიანს უყურთ რომელსაც დიდი ხანია დაშორდით და ახსენდებით თუ არა არის გაინტერესებთ მაინც მას უკვე თავისი აქვს ყველაფერი და თუ კი დაოჯახებულ ადამიანს უყურებთ მაგ შემთხვევაში გეტყვით რომ ის სადაც არის ძალიან კარგად არის თუ იმას ელოდებით რომ გაახსენდებით და ადრე თუ გვიან მაინც დატოვებს ოჯახს არა ჩემო კარგებო არსად არ წავა არსად არ დატოვებს იმიტომ რომ იქ არის ძალიან ბედნიერი ადამიანი ხა 10-იან თასები 10-იან პენტაკლები 9-იან პენტაკლები იმპერატრიცა იმპერატორი 2-იან თასები ანუ მეტი რაღა უნდა გააკეთოს ადამიანმა ხო რაღაცა ბედნიერებისთვის თვითონ არკანებიც ისეთი ოჯახის არკანები ხო რაღაც ესეთი მყარი ურთიერთობის არკანები აქედან გამომდინარე აი მეორე ვარიანტი სამწუხაროდ საერთოდ არ იხსენებს არაფერს ურთიერთობასთან დაკავშირებით მოკლედ აი ესეთი გამოვიდა პირველი და მეორე ვარიანტი მე ბედნიერ ურთიერთობებს გისურვებთ თითოეულ თქვენთაგან სიხარულს, სიყვარულს, წარმატებას და სამყარო მოგცეთ ის ადამიანი, ვინც არის თქვენი, ვინც თქვენთვის ძალიან დიდ სიკეთეს და სიყვარულს მოიტანს. მე კი წარმატებას გისურვებთ ისევე. დროებით.